ჩემი ჰობი არის წიგნების კითხვა და მინდა გითხრა კონსტანტინე, რომ ბავშვობიდან მქონდა აქტიური შეხება წიგნებთან. მახსოვს წავიკითხე მონანიება და ანუ წიგნს ვკითხულობდი და აი როგორც ფილმს უყურო და იტირო. აი ისე ვტიროდი ამ წიგნის კითხვისას. იმდენად განვიცდიდი იქ მოთხრობილ ამბავს და მინდა დღევანდელ თაობასაც მოუწოდო, რომ რაც შეიძლება ბევრი წიგნი წაიკითხონ. დაანებონ ამ TikTok-ს თავი ამ რაღაცა სოციალურ ქსელებს. ნუ ისიც საჭიროა ხანდახან, მაგრამ აი წიგნი რომ ძალიან მნიშვნელოვანია და აი ეს ამას თხოვდა მიკითხონ ბევრი წიგნი, რაც შეიძლება გჭირდება ნაკითხი საზოგადოება დღევანდელ ცხოვრებაში. ეს იგივე კითხვა არის დედა უფრო გიყვარს თუ მამა. ჩემთვის აი ორივე ძალიან მნიშვნელოვანია. თეატრიც და კინოც. აი როგორც დედა არ გაარჩევს შვილებს ერთმანეთისგან, ისე მე ვერ გავარჩევ ამ ორ უდიდეს ხელოვნებას ერთმანეთისგან. თეატრს თავისი სპეციფიკა აქვს, ფილმს თავისი სპეციფიკა. ჩემთვის ორივე ძალიან ძვირფასი და მნიშვნელოვანია. ცოტა უხერხულია მე ვისაუბრო ბატონ ლევან წულაძის პიროვნებაზე და შემოქმედებაზე. იმიტომ რომ ბატონ ლევანს საქართველოს კი არა, ლამის მსოფლიო იცნობს მის შემოქმედებას და პიროვნებაზე აღარ საუბრობ. ბატონი ლევანი არის საუკეთესოზე საუკეთესო ადამიანი. ჯერ ცხოვრებაში უნდა იყო პირველ რიგში ადამიანი და მერე პროფესია მეორე ხარეს დგას ამ შემთხვევაში. თუ ადამიანი არ ხარ და ადამიანური თვისებები არ გაგაჩნია, ცხოვრებაში ხარ მაშინ ნოლი. აი კაპიკის ფასადაც არ ხარ. პირველ რიგში ადამიანი და ბატონ ჭოლაზე და მის პიროვნებაზე ქეც ვეხრი და მის შემოქმედებაზე. თუმანიშვილი იყო თუმანიშვილი, ბატონი მიხეილი, რომელმაც დატოვა ძალიან გაზარდა უпростоრად ბუმბერაზი რეჟისორები, აი თუნდაც ბატონი ლევან წულაძე და იმდენი კიდევ ნუ არ მინდა რომ ვინმე გამომრჩეს ხელზე ჩამოსათვლელი რეჟისორები და მსახიობები. და ბატონმა მერაბმა შექმნა ეპოქა ქართულ კინოხელოვნებაში. იმიტომ რომ ეს ორი ადამიანი არის ზე ბუმბერაზე ხელოვანი ხალხი. ეს სამი ადამიანი, რომელიც თქვენ დაასახელეთ ბატონო კონსტანტინე, არიან ძალიან კარგი არტისტები, რასაც ქვია არტისტი. ეს ისეთი საპასუხისმგებლო სიტყვა არტისტი, რომ ადამიანმა გიწოდოს და შენ თავს უწოდო, რომ ძალიან პასუხისმგებლობა არის დიდი და მნიშვნელოვანი. ეს სამი ადამიანი არის ბუმბერაზი არტისტები, მე ასე ვიტყვი. და სამივეს ძალიან დიდ პატივს ვცემ მათ პიროვნებას, მათ შემოქმედებას,
მაგრამ ხმის ტემპრით მე გამოვარჩევდი ბატონ დიმიტრი დადიშვილს. ჩემი ბავშვობა, ასე რომ ვთქვათ, სერიალებს აღარ მახსოვს ის სერიალები კი არა, დღესაც რო გადის მისი ხმა არის, ასე რომ ვთქვათ, ყველგან. და ბატონ დიმიტრი დადიშვილს გამოვარჩევდი ხმის ტემპრით. ძალიან ისეთ კითხვებს მისვავ ახლა, რომ მართლა ძალიან ისეთ არტისტებზე მასაუბრებ, რომ ცოტა დავიბენი. სერგო ზაქარიაძის ჯარისკაცის მამა ეყოფა მთელ კინოსამყაროს და მთელ ხელოვნებას. და თეატრში ნათამაშებ როლებზე მე რაც მინახავს ტელესპექტაკლები, ხო და ჯარისკაცის მამა ალბათ ქართველი არ არსებობს, რომ ნანახი არ კონდეს. ასე რომ ისინი იყვნენ ლეგენდები და იქნებიან დღესაც კი. კავკასიური ცარცის წრე, რომელიც ბატონმა დიდმა მაესტრომ რობერტ სტორუამ დადგა, აი ასჯერო ვუყურო ამ სპექტაკლს. აი დღესაც კი შევდივარ YouTube-ზე და ვნახულობ ძველ სპექტაკლებს. აი არ მომწყინდება არასდროს გურამ საღარაძის შესრულებული ასდაგის როლი, რომელმაც აი შოქში ჩამაგდორა. და გურამ საღარაძე მხატვრული კითხვის დიდოსტატი რო იყო, ეს მთელმა თეატრალური სამყაროს, ასე რომ ვთქვათ, მაგალითია. და ალბათ არც იქნებიან ასეთი ოსტატები ისინი რო იყვნენ. ერთი ბატონი გურამ საღარაძე მურმანჯინორია. ნუ ქეცვიხრი ბატონი მურმანი ღმერთმა დიდხანს აცხოვროს და მართლაც რომ ეპოქა შექმნეს. გიორგი მჭედლიძე ადრე იყო ძალიან ასე რომ ვთქვათ, საკუთარ თავში ჩაკეტილი პიროვნება. ამას ვამბობ სკოლის პერიოდს, აი ვერ ვიყავი რა ისე კარგად გახსნილი. მიუხედავად იმისა, რომ სამსახიობოზე უნდა ჩამებარებინა და ცოტა ისეთი უნდა ყოფილიყავი უფრო გახსნილი, უფრო რაღაცა უკომპლექსო. მაგრამ ნელა მე ეს კომპლექსი დავძლიე და რატომ მქონდა ეს კომპლექსი დღესაც არ ვიცი. ეხლა გიორგი მჭედლიძე რო ვთქვა, რომ თავგასულია და რაღაცა გიჟი გახდა თქო არა, მაგრამ გიორგი მჭედლიძე არის პიროვნება, რომელსაც უყვარს საზოგადოება და არ კონტაქტობს ყველასთან. და ყველას წარმატება უხარია, ყველას ბედნიერება უხარია, მაგრამ ყველასთან ვერ კონტაქტობ, ასე რომ ვთქვათ. ანუ არ მიყვარს ყველასთან, ასე რომ ვთქვათ, ძალიან გახსნილი ვიყო. ყველასთან ერთნაირად ვერ იქნები. კონსტანტინესთან ერთნაირად ვერ იქნები და პავლესთან სხვანაირად შეიძლება იყო, ხო? ესენი სიამის ტყუპები განსხვავდებიან ერთმანეთისგან და ანუ ერთი სიტყვით კონსტანტინე ჯაფარიძის YouTube გადაცემაზე მოდი მერე ვისაუბროთ. ჯერ მინდა ვისაუბრო მის პიროვნებაზე და მის დადებით თვისებებს.
კონსტანტინე ჯაფარიძე არის პიროვნება, რომელსაც ძალიან უყვარს ის, რასაც აკეთებს და აკეთებს გულით და ხარისხიანად. და ალბათ აი ჩემი ჩათვლით მე სხვაზე ვერ ვისაუბრებ, მაგრამ ყველა რესპონდენტი ბედნიერია მასთან რომ მიდის გადაცემაში, იმიტომ რომ ეხლა მე რო ვზივარ თქვენს წინაშე, ძალიან თავისუფლად ვარ, ძალიან დადებითი ენერგია მოდის და ყოველთვის ვადევნებ თვალს თქვენ გადაცემას. და როდესაც პიროვნება კარგია, თავისთავად მას და მონდომებულია და შრომის მოყვარე და განათლებული, იმას რომ ყველაფერი გამოუვა ცხოვრებაში და ხარისხიანს გააკეთებს, ეს თავისთავად. კონსტანტინე ჯაფარიძე ისი კონსტანტინია, რომ მას ცუდი გადაცემა გამოუვიდეს და მე ყოველთვის მისი ბალეში კი ვარ, მისი შემოქმედების ძალიან დიდ პატივს ვცემ როგორც პიროვნებას, როგორც კარგ ჟურნალისტს, კარგ ხელოვანს, კარგ მსახიობს და რა ვიცი, კარგ იუთუბერს. კარგ მეგობარს რა ასე რომ ვთქვათ. და ძალიან იშვიათად რომ ვინმესთან მივიდე გადაცემაში და ამასთანავე არ დავასახელებ ერთ-ერთი ტელევიზიის თანამშრომელმა, რომელსაც მიყავს გადაცემა, მითხრა რომ ჩემთან მოდიო გადაცემაშიო. მაგრამ ვერ მოვახერხე და მადლობელი ვარ იმ პიროვნების. ნუ ეხლა გადავუხვიეთ ასე რომ ვთქვათ, მაგრამ თემას და მინდა გისურვოთ ძალიან დიდი წარმატებები თქვენს არაჩვეულებრივ პროექტებს და მახსოვს ყოველთვის ვადევნებდი თვალს გადაცემა, რომელიც მიყავდათ ტელევიზიას ერქვა ქართული ტევ, უკაცრავად ხო ქართული ტევ და მთელი ოჯახი უყურებდით იმ გადაცემას და ძალიან მოგწონდა. და ეხლაც არქივში ხომ არის შემორჩენილი ეს გადაცემები და სულ ვადევნებ თვალს. ამიტომ მე მინდა რომ უამრავი პროექტები გაგაიკეთებინოთ, ჩაგეწეროთ და დიდ ტელევიზიებში წაგეყვანოთ გადაცემები, მალე რასაც ნამდვილად იმსახურებთ თქვენ, იმიტომ რომ განმეორდები ხართ ძალიან მშრომელი, განათლებული ადამიანი. გისურვებთ წარმატებებს. მადლობა გადაცემაში მოწვევისთვის, დიდი პატივი იყო თქვენთან სტუმრობა გადაცემაში და თქვენი რესპონდენტობა და უსურვებ სრულიად საქართველოს წარმატებებს. კონსტანტინე ჯაფარიძე არის მეგობარი საუკეთესო, რომელთანაც ძალიან კომფორტულად გრძნობ თავს. მასთან მეგობრობა არის აი ვინც კი მას იცნობს, აი ჩემი თქმა აღარ უნდა რომ ის არის აი პირადად ხო სხვაზე არ ვისაუბრებ ახლა. ჩემთვის კონსტანტინე არის ზე ადამიანი. არის ჩემი შემოქმედების დიდი გულშემატკივარი და ყოველთვის ვეუბნები, სპექტაკლი მაქვს თუ ფილმის პრემიერა, კონსტანტინე არის ჩემი ასე რომ ვთქვათ, საპატიო სტუმარი. სპექტაკლი რომ თავდება, ყოველთვის შენიშვნებია თუ რასაც დაინახავს, ყოველთვის ვეუბნები და არ სჭირდება მას იმის თქმა, რომ ეს ანუ ყოველთვის მეუბნება, რჩევას მაძლევს გიორგი, აი მაგალითად აქ ეს მოუხდებოდა, იქ მაგალითად აი ასე არ უნდა გეთქვა, ჩემია ყოველთვის აყოლებს ამას. ჩემი აზრით, აი ეს რო გამოასწორო, ეს დრო ასე გააკეთოთ, არის ძალიან კარგი მრჩეველი და პირდაპირ ადამიანი, რასაც ფიქრობს,
იმას გეუბნება და აი ასეთ ადამიანებთან არის კომფორტული ურთიერთობა, იმიტომ რომ ასეთი ადამიანების არ შეგეშინდება და ზურგს უკან სამარის არ გამოგითხრის. მოყვარეს პირში უძრახე, მტერს პირს უკანავ. აი ასეთი პიროვნება არის კონსტანტინე ჯაფარიძე და ბევრს უსურვებ, რომ ასეთი ადამიანი ყავდეს მეგობრად. და მადლობა მას ჩემი შემოქმედების დაფასებისთვის და ჩემი კარგი მეგობრობისთვის. საერთოდ რაოდენობაში არ განისაზღვრება მეგობრობა. მეგობრები მხოლოდ მართლა მეგობრობით და არა რაოდენობით. და აი თითქოს ჩამოსათვლელი არის კონსტანტინე ჯაფარიძის ნაირი ადამიანები. ამას მთელი გულწრფელობით ვამბობ და წარმატებები მას უდიდესი, რასაც ნამდვილად იმსახურებს.